მოგესალმებით ჩემი კარგებო. დღეს გავაკეთოთ ესეთი გაშლა, ანუ რა იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის მომდევნო 2 თვის განმავლობაში. ანუ რა პრიორიტეტები იქნება ჩვენთვის ყველაზე ესეთი, რომელიც კარგი იქნება ჩვენთვის ზოგადად. 2 ვარიანტი იქნება. ნახოთ აბა ჯერ პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი. ვინც ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი. რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტი ამ 2 თვის განმავლობაში. ნახოთ აბა. და არის ის, რასაც ძალიან უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოკლედ ნახოთ აბა პირველ ვარიანტში რა ხდება. ემოციურად ძალიან დატვირთული იქნებით და ყურადღება ალბათ უნდა მიაქციოთ თქვენს წარსულს, აი რა მოხდა უახლოეს პერიოდებში, ანუ რა იყო, რა მოვლენები მოხდა თქვენთან, რამაც ცოტა არ იყოს ესეთი გამოიწვიათ, ცოტა არ იყოს დაბნეულობა და იყო რაღაც ისეთი რაღაცა, როგორ გითხრათ, პერიოდი, როდესაც ეძებდით სამართალს. რაღაცას ვერ იგებდით, იბრძოდით რაღაცისთვის, მაგრამ იყო ეს უფრო სწორედ თავში რაღაცების ჩაკლა. თითქოს რაღაცა ძალიან გტკენდათ გულს, გრძნობდით მარტოსულად თავს, მაგრამ ამ ყველაფერს იტანდით და იყო ისეთი განცდები თქვენთან, რომ ეს რაღაც უსამართლობის გრძნობა გიჩნდებოდათ და ეძებდით რაღაცებს ახსნას, მაგრამ ნახეთ, მაინც გულის ტკივილი გქონდათ. და ბევრ რაღაცას ვერ იგებდით. აი გინდოდათ თითქოს რაღაცა უცაბედი გამოსავალი ყოფილიყო თქვენთან, მაგრამ ის რაღაცაი წარსულის ფიქრები არ გაძრევთ მაგაზე საშუალებას. ანუ უახლოეს მომდევნო 2 თვეში, ანუ ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად იმ მოვლენას, რაც უკვე მოხდა თქვენს ცხოვრებაში. აი გრძნობდით, რომ უსამართლოდ გექცეოდნენ, თუნდაც ეს გულსატკენი იყო, ცოტა არ იყოს თავს იმდენად პრობლემებში გათავისუფლებით ვცდილობდით რაღაცეები მოგეგვარებინოთ, მაგრამ მაინც ვერ გამოდიოდით. ამ შემთხვევაში მთავარი არის, რომ ეს ყველაფერი, რაც არის, მაინც იქითკენ წაიყვანოთ თქვენი საქმე, რომ აი ყველაფერს, აი ამ წარსულს, რაღაც მარტოსულობას, აი უთხრათ უარი. აი აღარ იფიქროთ წარსულზე და უახლოეს 2 თვეში აი უნდა შეეცადოთ, რომ გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რაც იყო. აი ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა უნდა წამოვიდეს აი ეს რაღაც ახალი ნაბიჯები, რომელსაც ცხოვრება წინ და წინ უნდა გიჩვენებთ, რა თქმა უნდა. თავარი არის, რომ აღარ იფიქროთ, აი გონიათ, რომ აი თუ მაინც და მაინც დაიწყებთ იმ ძველი რაღაცების პრობლემების გადაჭრას რაღაცები მოგვარდება, მაგრამ არა. ამ მდგომარეობაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, აი რაც იყო, ის აი გაუშვათ, აღარ გინდათ
იმასთან ჭიდილი და რაღაცებზე ისევ წარსულზე ფიქრი და ისევ წარსულზე რაღაცეების დაკვირვება და აი ეს წარსულის მონაცემებში ესე ქექვა, ეგ ახარ გინდათ. დატოვეთ იქ, სადაც არის წარსულში და მომდევნო 2 თვეში იმას მიაქცეთ ყურადღება რაღაც მოვლენებს, რომლებიც თქვენში ესე დატრიალდება და აი ცხოვრება მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაც სხვა სიახლეები წამოვიდეს. უბრალოდ თქვენ ეს სიახლეები უნდა შეამჩნიოთ. აუცილებლად წამოვა, გიჩვენებთ სამყარო იმ რაღაც ლამაზ რაღაცებს, რაც შეიძლება პატარა რაღაცებს, მაგრამ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ. თავარი არის, რომ აი უკან დატოვოთ ის, რაც უკვე მოხდა. წარსულში დატოვოთ ყველაფერი. რაც იყო და აღარ უნდა მიუბრუნდეთ იმას, რამაც თქვენთვის გულისწყინა გამოიწვია, მარტოსულობის განცდა გაგიჩინათ და უსამართლობის გრძნობაც. ეს ყველაფერი უკან უნდა დატოვოთ და ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რაცაც სამყარო აი იმ 2 თვეში პატარ-პატარა ნაბიჯებით რაღაც პატარა ბედნიერებებში და პატარა რაღაც ისეთ მოვლენებთან დაგაკავშირებთ, რომ აი იმ ყველაფერიდან გამოგიყვანთ. აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება. თქვენთან რა ხდება? უახლოეს 2 თვეში რა გველოდებათ წინ? საკმაოდ ისეთი ქარიზმატული ადამიანები ბრძანდებით. ვინც ეს ვარიანტი აირჩიეთ. თქვენ აუცილებლად დაიწყებთ ახალი ფურცლიდან ყველაფერს. თითქოს გრძნობთ უზომო აქტიურობას თქვენს შინაგან მესთან და ცდილობთ, რომ აი ყველაფერში პატარა მოვლენებშიც კი აი იპოვოთ ძალიან დიდი ბედნიერება, სიხარული, თუ ვინმეს რაღაცის დახმარება დასჭირდა, აუცილებლად დაეხმაროთ, გვერდში ამოუდგეთ, ისეთი რაღაცები გააკეთოთ, რასაც ალბათ წინათ უფრო ნაკლებად ცდილობდით, რომ გაგეკეთებინათ, მაგრამ აი ზუსტად ამ 2 თვეში აი ნახავთ, ისეთ ნაბიჯს გადადგამთ, რომ აი თითქოს რაც ისეთი რაღაცა იყო თქვენთან, რომელიც აი მოშორებაც გინდოდათ, მაგრამ აი ვერ დგამდით ნაბიჯს, აუცილებლად გადადგამთ ამ ნაბიჯებს. და ეს იქნება თქვენი აქტიურობით გამოწვეული. იაქტიურებთ, ბევრს იაქტიურებთ, უკან მოიტოვებთ ყველაფერს, რაც ინერტული იყო თქვენთან, იყო რაღაც ისეთ პოზიციაში იმყოფებოდით, როდესაც არ გინდოდათ არც თუნდაც კარგი, არც ცუდი, მხოლოდ და მხოლოდ აი ეს იყავით რაღაც ერთ მდგომარეობაში, ეხლა უფრო იქნებით ისეთ ფაზაში გადახვალთ უბრალოდ, რომელიც უფრო მეტ გართობას, სიხარულს, რაღაც აი ისეთ ნაბიჯებს გადადგამთ, რომელიც თავს აი როგორ გითხრათ და გაგრძნობილეთ ძალიან მაგარ ადამიანად. და მარტო საკუთარ თავზე არ იზრუნებთ, აი იზრუნებთ სხვაზეც, სხვის კეთილდღეობაზეც იზრუნებთ, სხვასთან ერთად გაიზიარებთ კარგსაც, ცუდსაც და შეეცდებით, რომ ყველაფერი აი რაც არის თქვენს ცხოვრებაში, აი ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშიროთ და ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს შეხედოთ პოზიტიურად, იბრძოლოთ და იქამდე მიხვიდეთ. ამას არ ეხება მამაკაცი იქნება, ან ქალბატონები იქნებით, არ აქვს მნიშვნელობა. აი ორივე სქესის წარმომადგენელი აი ამ ვარიანტში ისეთი აქტიურობით წამოხვალთ, ისეთი აქტიურობით შეუწყობთ ხელს თქვენს
ცხოვრებას, რომ აი თქვენ თვითონაც გესიამოვნებათ ეს ყველაფერი. ძალიან მოტივირებული იქნებით ყველა საკითხში და ეს იქნება რაღაც ახალის დასაწყისი. ეს სიახლე თქვენთვის იმდენად სასიამოვნო იქნება, რომ თავს ძალიან აი ყოვლის შემძლეო რო იტყვიან, აი ესე იგრძნობთ და ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა და ამით ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. მოკლედ მიეცეთ საშუალება თავს, რომ აი ეს გრძნობები, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეერწყას და იყოს ძალიან აი ესეთი სიხარულის და ბედნიერების მომტანი. ესეთი იყო დღევანდელი გაშლა. სასიამოვნო დღეებს გისურვებთ მათთვის, ვისაც ეს რეზონირდა და მოკლედ ეს არის ტაროს დრო. დროებით.